დილა მშვიდობისა, გურუ. დღეს ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინის სუსტ გარღვევას, ჩემს ბიტკოინ გარიგებას და უახლეს სიგნალებს ძირითადი ტექნოლოგიური აქციებიდან. ჩემი ყველაზე დიდი პოზიციები მოიცავს Google-ს, Alibaba-ს და Amazon-ს, ხოლო მე ვაშენებ Apple-ს, Foxconn-ს, TSMC-ს, Tesla-ს, Samsung-სა და Bitcoin-ს. ბიტკოინის მოკლევადიანი გარიგება იყენებს ჩემი მთლიანი კაპიტალის 1%-ზე ნაკლებს. გრძელვადიანი ინვესტიციები ვრცელდება დაახლოებით 10 აქტივზე. Foxconn-მა მოიპოვა დაახლოებით 1%, ხოლო Alibaba გაიზარდა დაახლოებით 3%-ით. Alibaba-მ გამოჯანმრთელდა დაახლოებით 54-დან 45%-მდე მისი დაბალი $91 მას შემდეგ, რაც ყოველკვირეული სტოქასტური გადაჭარბებული გაყიდვა გახდა. აქცია ადრე შეხვდა წინააღმდეგობას 194-თან ახლოს და ახლა ვაჭრობს 132-მდე. And then we got a massive bounce. Now up 44% off the bottom. You can see at 194 it faced resistance and then it sold off all the way to 91. Alibaba-ს ფასი მოგების კოეფიციენტი 20 უახლოვდება. მას შემდეგ რაც მოკლე დროში ბოლოში 16 დაეცა. მისი წლიური მაჩვენებლებია დაახლოებით 144 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 14 მილიარდი წმინდა შემოსავალი. შეფასება რჩება მიმზიდველი, თუმცა ჩინური კომპანიები ხშირად ვაჭრობენ უფრო დაბალ მომრავლებით და Alibaba-ს მოგების ზრდა ბოლო დროს ნელი იყო. Its revenue is amazing, 144 billion, 14 billion profits. Its profit is growing but quite slow. Google 0.6, Tesla 0.7, Amazon 1.3. Google და Tesla ოდნავ უფრო მაღალია, ხოლო Amazon არის დაახლოებით 1 მარტი პროცენტით, ხოლო Apple დაახლოებით 1 ივნისი პროცენტით. ბიტკოინი 65,000-დან 64,000-მდე დაბრუნდა. ბოლო 48,000 დოლარის დაბალი მაჩვენებელი დაახლოებით 54%-ით დაბალი იყო 126,000-ის ყველა დროის მაქსიმუმზე. ჩემი გრძელვადიანი მიზანია ბიტკოინის აშენება პორტფელის 10%-იანი განაწილებისკენ. On the weekly, the stochastic even turning down a little bit. On the daily, close to overbought. ბიტკოინი ცდილობდა დაღმავალი სამკუთხედის ზემოთ გარღვევას, მაგრამ გარღვევა სუსტია და მოკლებულია მძლავრი მიმდევრობას, რომელიც მოსალოდნელია რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული ნიმუშიდან. ყოველკვირეული სტოქასტიკა ოდნავ დაბლა ხდება და დღიური დიაგრამა გადაინაცვლა ზედმეტად შესყიდვამდე, სანამ დაეცემა 65,500-დან. 4 საათიან დიაგრამაზე ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც მიაღწია დაახლოებით 63,800-ს. მე მაინც მირჩევნია ორი უსაფრთხო ჩანაწერი, 62,000-თან ახლოს, რისკავს დაახლოებით $550. დაახლოებით 21,000 პოტენციური ჯილდოსთვის 83,000-მდე და დაახლოებით 58,000 რისკავს დაახლოებით $690 დაახლოებით 25,000. ეს არის საილუსტრაციო პარამეტრები და არა გარანტიები. And the second trade from 58.37 reached towards 692 to make 25,000. These are the two trades I would take on Bitcoin, and you learn how to open the trades on the Stock Guru Master Course and the Crypto Master Course. Let's go into Apple, one of my bigger holdings. I'm say about 30% or 3% of my 10% allocation. I don't assign more than 10% allocation to any one asset, and now on Apple I'm around 3%. Apple ამჟამად მხოლოდ ნაწილობრივი პოზიციაა ჩემთვის, პორტფელის დაახლოებით 3%, ვიდრე სრული 10%. აქცია დაახლოებით 12%-ით დაბლა ყველა დროის მაქსიმუმზე, მაგრამ მისი ფასი მოგების კოეფიციენტი 35-თან ახლოს რჩება მაღალი, დაახლოებით 40%-დან უკან დაბრუნებამდე. მე მირჩევნია დავამატო $275 ან $244, უფრო ღრმა შეფასების მხარდაჭერით დაახლოებით 214 და 196. 275 and 243 would be great buy. 195 would be a P ratio of the golden ratio, I think. So you can see my buy targets for Apple, and I want to build that position as it pulls back. Google, I have a big position in, so I have to watch it. It's up 0.7% today.
You can see here my buy target, like buy alerts, 207, 270, 335. Google დღეს ოდნავ მაღალია და რჩება ჩემს ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგი. მან შეასწორა დაახლოებით 12% ყველა დროის მაღალიდან. მე მაქვს დამატებითი შესყიდვის გაფრთხილებები მხარდაჭერის ხილული დონის შესახებ, ვიდრე ფასის დევნისთვის. ყოველკვირეული და ყოველდღიური იმპულსის ინდიკატორები იწყებენ ზრდას. I say broadening, descending megaphone, which is actually a bullish pattern. You can check it out online, just Google broadening, descending megaphone, but this is the pattern, and it builds pressure in here and can usually break upwards. A broadening rising megaphone like this is a bearish pattern that breaks down, so this is the opposite. A rising megaphone is this pattern that breaks down. Looks like more like a megaphone like this. Google-ის დიაგრამა შეიძლება აყალიბებდეს გაფართოებულ დაღმავალ მეგაფონს, ნიმუში, რომელიც ხშირად იხსნება ზემოთ, მზარდი მეგაფონისგან განსხვავებით, რომელსაც შეუძლია დაბლა ჩავარდეს. ყოველდღიური სტრუქტურა ასევე წააგავს ხარის დროშას. მე ვრჩები კონსტრუქციული Google-ში და არ ვაპირებ მის გაყიდვას მხოლოდ ამ უკან დახევის გამო. მისი ფასი მოგების კოეფიციენტი ჯერ კიდევ 17-ს უახლოვდება, რაც მიმაჩნია მიმზიდველად კომპანიისთვის თავისი შემოსავლითა და მომგებიანობით. But these are my alerts, these lines here, these supports there where I have more buy targets. But Google, I don't want to sell. I think Google is great because the PE ratio is amazing. It's still sitting at 17 PE ratio, and they made crazy revenues. In the Elite Traders Telegram plus AIs, successful long on silver, Grok Kimi, ChatGPT 5.6 fast, target hit on gold, on Fable 5.6 sold. The AIs have been making crazy money. ხელოვნური ინტელექტის სავაჭრო ჯგუფმა ახლა დააფიქსირა ვერცხლის და ოქროს წარმატებული სამიზნეები. AI-ების შეჯახების პოზიციებში ერთი გიფტ მოდელი გვიჩვენებს დაახლოებით $20,000 მოგებას, ხოლო ადამიანებით მოვაჭრე და უფრო ახალი მოდელები ასევე აჩვენებენ მოგებას. ეს არის კონკურსის შედეგები და არა ტიპიური, ან გარანტირებული ანაზღაურება. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს Clash of A's, Bybit, Wits, სავაჭრო ჯგუფს და საგანმანათლებლო კურსებს. You can join clashofais.com, $99. That's how you see the signals inside the Telegram. And ChatGPT Ultra is the winner so far. That's my updates in the market. Everyone, all the links are down below. Bybit, WeX, you can take the courses, you can join that Elite Traders group. მე ვრჩები დაახლოებით 70% ნაღდი ფულით და 30% აქციებში, Google-ით, როგორც ჩემი ყველაზე დიდი პოზიცია. Bitcoin-ის აშენება მსურს მხოლოდ მხარდაჭერის დონეზე და დაველოდები შეტყობინებებს სხვა აქტივებზე. დატოვე ნებისმიერი შეკითხვა ქვემოთ, დაიცავი შენი კაპიტალი და ბუნება და ხვალ გნახავ.